ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ აუდიტის მონიტორინგის სამსახურში იმ თანხებს ითვლიან, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნებისთვის დახარჯეს. სულ დახარჯულია 11 მილიონ ლარზე მეტი. სიუჟეტი კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 20 მილიონი დახარჯა. ახლა კი ისინი უკვე ხელმოჭირნედ ცხოვრობენ და პირველობა ამ მხრივ ქართულ ოცნებას აქვს, ანუ მმართველ პარტიას. არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკოსისთვის ძვირად ღირებული ფუფუნებაა. წინასაარჩევნო კამპანია, რეკლამა, შეხვედრები, ოფისის ქირა, თანამშრომელთა ანაზღაურება და გაუთვალისწინებელი ხარჯები. ამ ყველაფერში თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა 11 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. როგორც თავად პოლიტიკოსები ამბობენ, პარტიები ორ კატეგორიად იყოფა: მდიდრები და ეგრეთ წოდებული მაჩანჩალები. ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელმომჭირდე მხარჯველთა სიაში მოხვდა. მათ არჩევნები 700.000 ლარი დაუჭდათ. საკუთარ წარუმატებლობას სწორედ უსახსრობას აბრალებენ. რაც წლები გადის, მით უფრო მივდივართ აქეთკენ, ანუ ოლიგარქიული მმართველობისკენ, როდესაც ძალაუფლებას ხელში იგდებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ფინანსები გააჩნია. ცვლილებებია ნაციონალური მოძრაობის ხარჯვით ნაწილში. პარტია, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 20 მილიონზე მეტი დახარჯა, ახლა ხელმომჭირნედ ცხოვრობს. ნაციონალებს თვითმმართველობის არჩევნები 2,5 მილიონი ლარი დაუჭდათ. საკუთარ უსახსრობას ხელისუფლებას აბრალებენ და აცხადებენ, რომ შემომწირველებზე ზეწოლა ხორციელდება. ისინი გამოხატავენ აშკარად თავიანთ სიმპათიებს და გადაურიცხავენ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას თანხებს, მათ იციან, რომ ექნებათ პრობლემა ბიზნესში. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზული საკითხი და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აშანტაჟებს ბიზნესმენებს. გამარჯვებისთვის ფული არ დაენანა მმართველ გუნდს. ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მეტი 6 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აქედან 5 მილიონი შემოწირულობების სახით მიიღო. ჩანს, კერძო სექტორი ფსონს ისევ ხელისუფლებას ედებს. ძალიან უსამართლო იქნება ვთქვათ, რომ იყო დისკრიმინაციული პირობები პარტიებს შორის დაფინანსების კუთხე. გახსოვთ, რომ ჩვენ გავზარდეთ დაფინანსებას, პირობებიც გავათანაბრეთ. ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთანაც აუდიტის მონიტორინგის სამსახურს პრეტენზიები აქვს, ეს ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციაა. კითხვები შემოწირულ თანხებთან დაკავშირებით ჩნდება. მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა გადარიცხულ თანხებზე დამაჯერებელი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა. ამასთან შემოწირულობა განხორციელდა ეგრეთ წოდებული მესამე პირის საშუალებით. ბურჯანაძე ბრალდებას უარყოფს. რატომღაც ქართულმა ოცნებამ და აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის შემოწირულობები უნდა გამხდარიყო განსაკუთრებული დევნის საგანი და გადაწყვიტა, რომ პრაქტიკულად რადაც არ უნდა დაუჯდეს, წაგვართვას ის თანხები, რომელიც ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში მოვიპოვეთ. თანხების ყველაზე დიდი ნაწილი პოლიტიკურმა პარტიებმა ელექტორატის მოსაზიდად დახარჯეს. ქართულ ოცნებას რეკლამა 3 მილიონზე მეტი, ნაციონალურ მოძრაობას კი 2 მილიონი დაუჭდა. საერთო ჯამში PR ტექნოლოგიებში დახარჯულმა თანხამ თვითმმართველობის არჩევნებზე 6 მილიონი შეადგინა. თანხის ოდენობა მარკეტოლოგები გააოცა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ დაფინანსებით მეტად აქტიური და ნაკლებად ბანალური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეიძლებოდა. რაღაც სიახლის შეტანა, სხვა კუთხით დაანახო და სხვა კომუნიკაციური სტრატეგია ააგო, იქნებოდა გაცილებით უფრო ეფექტური. 11 მილიონი ლარი თანხა შთამბეჭდავია, თუმცა როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებს გამარჯვება ძვირად უღირთ. გამარჯვება თუ არა, არჩევნებში მონაწილეობა მაინც.